მაქვს იმ იშვიათი დღეთაგანი, რომელზეც ვგიშდები. ბავშვები გაუშვი სახლიდან და მე შემიძლია ჩემი პირადი სიამოვნებისთვის მეგობრებთან ერთად მოვაწყო პიკნიკი, გავიდე ბუნებაში და ყოველდღიური რუტინისგან ოდნავ მაინც სული მოვიტყო. სხვათა შორის დედებისთვის აი მსგავსი ამოვარდნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ დაღლილი დედა ვერაფრით ვერ იქნება კარგი დედა. განტვირთვაში ძირითადად მეხმარებიან ხოლმე ჩემი მულები. ლია ლალი, დიდი მადლობა. თუმცა ამჯერად ეს ფუნქცია ჩემმა დამ შეითავსა. ბევრჯერ მსმენია სხვათა შორის აი პატარა გოგუებს, ახალბედა დედებს ამონათებენ ხოლმე, რომ თუ მეგობრებთან გართობა უნდოდაო, რას შექმნა ოჯახი და რას გააჩინა ეს შვილებიო. აბა საახლობლოს გადახედეთ ერთი, თუ გეგულებათ სადმე კაცი, რომელმაც ცოლის მოყვანის და ბავშვების გაჩენის შემდეგ მეგობრებთან გართობაზე უარი თქვა. არა ხო? აბა რატომ გონიათ რომ ქალებს პამპერსების ცვლისა და ბავშვებთან იწილო-ბიწილოს გარდა სხვა ინტერესები არ უნდა გაუაჩინდეს. დღევანდელი ეპიზოდი განსხვავებული იქნება და რუტინიდან ისეთივე ამოვარდნილი, როგორიც დღევანდელი დღე. ვისთან დატოვე ბავშვები? ხვართან ოღონდ დაძინებულთ. მე მოიცა მე მთელი სტატისტიკა მაქვს და გავიხსენო. ესე იგი, ბუბი არის ცურვაზე, მამამისმა წაიყვანა, ნინი არის ჩემს დასთან, მაშო არის თავის მეგობრებთან ერთად ეზოში. ირინკა არ ვიცი სად არის და როცა ვეკითხები სათხარ თქო, მეუბნება რომ რა შენი საქმეა. ანუ ირინკა უკვე სრულწლოვანია. და შესაბამისად, ეხლა ცოტა ვაზვიადებ, მაგრამ არ მაბარებს უკვე თავის სამწუხაროდ და ამაზე დიდი კონფლიქტი გვაქვს. უფროსი 14 წლის მათი არის მამამისთან. პატარა 8 წლის არის ბებიასთან, ანუ დედაჩებთან, გასაფერადებლებით და ფანქრებით შეიარაღებული. ხო, სავარაუდოდ ჩემებიც მძინარე მამას ხატავენ გასაფერადებლებით. თავარია მძინარე მამაზე ხო არ ხატავენ. მძინარე მამაზე დაუხატავთ. მე ჩემი პირველი შვილი გამიჩნდა 20 წლის ასაკში. მეორე შვილი გამიჩნდა 26 წლის ასაკში და მე გავაჩინე ბუბი. და რამდენის ვიყავი კაცო? 34 წლის ვიყავი რომ გავაჩინე ბუბი. და 36 წლის ვიყავი რომ გავაჩინე ნინია. ხო და ნახე ახლოსაც არ მივა შეგრძნებების დონეზე ბუბი და ნინიას დაბადება ირინკა და მაშოს დაბადებასთან. ეს არის წარმოუდგენ, ანუ სულ მესმოდა და ეს რაღაცა ბანალური მოსაზრება რომ პატარა რო ხარ, ვერ აღიქვამ დედობას, მართლა ვერ აღიქვამ. კარგი რა არის რომ მარტივად აღიქვამ ყველაფერს პატარა რო ხარ. ნაკლებს ნერვიულობ, პასუხისგებლობა არ გაქვს აბსოლუტურად გააზრებული, მაგრამ არც დედობა გაქვს გააზრებული. ანუ შფოთვა მერე მეტი მქონდა 26 წელს. შფოთვაც მეტი და ის ზრუნვაც მეტი მქონდა და პასუხისგებლობაც და არასად არ აი ეს რომ ბავშვი ეს უძილო ღამეები მე არ ანუ არ აღვიქვამდი ამას დიდ ტრაგედიად, როცა დიდი ვიყავი და პატარა რო ვიყავი, აი სერიოზული ტრაგედია იყო ჩემთვის, სადმე არ წასვლა. თან აქტიური ადამიანი ვიყავი ძალიან და ჩემი თავი ცოტა მეცოდებოდა. ეხლა მაგალითად საერთოდ არ მინდა რომ ვინმეს დავუტოვო და ძალიან მინდა ჩემ შვილებთან ბევრი დრო გავატარო. მაშინ არ მქონდა ეს პირიქით ერთი სული მქონდა რომ რაღაცა გადამენაწილებინა ეს ბავშვები და მე ჩემი თავისთვის დრო დამეთო. ეხლაც მიყვარს როცა ეხლა ამ წუთას ძალიან კარგად გძნობ თავს. როცა თქვენთან ვარ და არ დავსდევ რომელიმე ბავშვს, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ ბავშვებთან ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს. შენ რამდენი წლის იყავი? მე ვიყავი 28 წლის, როცა პირველი ნინი გავაჩინე, მეც ფანტასავით 3 წელი ველოდით და იყო ძალიან გაცნობიერებული არჩევანი, ძალიან ბევრი მქონდა წაკითხული, მეგონა რომ ვიყავი ძალიან მომზადებული, მეგონა რომ ვიცოდი ყველაფერი და თამთამ რაც თქვა. ბავშვი რო დაიბადა და მივხვდა რომ არაფერი არ ვიცი და ეს დედობა მგონია რაღაც პამპერსის რეკლამებში ლამაზი ჩვილი საყვარელი ფუმფულა ბავშვები პუდრის სუნით
და მე იღებ უამრავ კითხვას, უამრავ ეჭვს. პასუხი არ გაქვს ამ ეჭვებზე, მხოლოდ ის ძირთადად რაღაცა დამონათება გაქვს, აბარა გეგონა ამ ბლოგის პირველი სერია რაც იყო, აი მართლა აბარა გეგონა. და მევრი შიში ამ ბევრ ბედნიერებასთან და გაურკვევლობასთან ერთად და მთავარი არაფერი არ იცი პოსტსამშობიარო დეპრესიაზე. და მივხვდი მაგას მეორე შვილზე, რომ აი თურმე რა მჭირდა და რატო ვიყავი ცუდად. პირველი ბავშვის მერე მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ოღონდ მაშინ ვერ ხვდებოდი რომ ეს იყო პირველი. 25 წლისამ გავაჩინე პირველი, 30 წლისამ მეორე. ეს ბავშვი საერთოდ არ იძინებდა, არც დღე არც ღამე მოვატარე ექიმები და ნუ გაირკვა რომ ესეთი ბუნება, რომ უბრალოდ არ სცინავს. და ძალიან ძიმეთ აღვიქვამდი ამ დილის 5 საათზე მის გაღვიძებას. ამის გამო იყავი ცუდა? უძილობისგანაც, მაგრამ დეპრესია მქონდა, ძალიან ძიმე მშობიარობა მქონდა, 28 საათია. და ანუ ამან შედეგი გამოიღო თავისი. წლების მერე მივხვდი, რომ მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია. მეორე ბავშვზე 30 წლისამ გავაჩინე, უკვე საკეისრო ჩვენება მქონდა. ბევრად მარტივი იყო ყველაფერი, აღარ ცედა ჩემთან აღარ გადავსულვარ, სრულიად მარტო ვივლიდი. ჩემი ქმარი მეხმარებოდა, ზოგჯერ როცა ღამე იღვიძებდა ხოლმე მართა და ძალიან კარგად გავართვი თავი, აღარ დეპრესია მქონდა. ალბათ მგონია, რომ ტკივილის ნაკლებობითაც იყო ეს გამპირობებული. პირველ ბავშვს მქონდა საშინელი დეპრესია, იმიტომ რომ 4 წელიწად ნახევარი ველოდე შვილს. შემდეგ გამიჩნდა და ბედნიერი ვიყავი კი არა, ჩემისთანა უბედური არ მეგულებოდა ირგვლივ არავინ. და ვერ აი აღარც ბავშვი ხო ნორმალურია ამით არის გამოწვევთან დანაშაულის განცდა კი და ამ დროს გეუბნებიან რომ აუ ამდენი ხანი ბავშვს ველოდე ჯანმრთელი ბავშვი გაჩუქა ღმერთმა და რას ქვია რატო არ ხარ ბედნიერი იმიტომ არ ხარ ბედნიერი რომ ამ დროს ჰორმონები გაქვს საშინელი მშობიარობა მქონდა პირველ ბავშვსა და ელემენტარულად ფიზიკურად აღარ შეგიძლია მეტი და თან თავსი დანაშაულებ რომ რატო არ ხარ ბედნიერი იმიტომ არ ხარ რომ გაქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია რომელზეც არ გეუბნება არავინ არაფერს და ინფორმაციას არ გაძლევენ და ხო არა პირიქით გამონათებენ რომ ხო რა ვიცი ხო ამხელა გოგო ხარ 33 წლის ასაკში გავაჩინე პირველი შვილი და რა ვიცი ხო აბა რა გეგონა ეხლა ბავშვის გაზრდა ირინკაზე არანაირი დეპრესია არ მქონია პირველ ბავშვზე გაჩნდა მაშო და მაშო რო დაიბადა თან ისეთი დრამა მქონდა ანუ მე ორსულად ვიყავი ქმარს რო გავშორდი რა ცხოთიშერს არასდროს ამაზე არ მილაპარაკია არცად ანუ ორსულად ვიყავი ქმარს რო გავშორდი ძალიან ნაცნობი და ძვირფასი ადამიანები შემოდიოდნენ ესე ოთახში მახსოვს და ყველას ჰქონდა რაღაც ერთნაირი სახე ანუ რაღაცა უცხო იყო ეს ხალხი ჩემთვის, რაღაცა თითქოს სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, გაუგებარი იყო, რას მეუბნებოდნენ. ჩემ თავს ვერ პოულობდი რაღაც დროში და სივრცეში, ოღონდ ეს გრძელდებოდა ძალიან ცოტა ხანი. ლევან ბუთხოზი მაშაყირებდა სხვათა შორის რა, ბაგადე დოჟე პლაჩუთ. ჩვენი ბავშვობის ტრავმა, დიდრეებით სტირიან და ეს მარიანა რო გამოდის და ეს ბეტო რო უჭირავს და დაქლიავებული როა და ეს ბეტო ვიღაცას რომ ისცა და მე რო 25 წელი ეძება. კიდე ხალხო გაყევითო, მაშოს რო ვასწრებდი, გაყევით მაშო ვიღაცას არ მისცემს. დაუჭერებელი ჭირდა. დედას ჭირდება აუცილებლად ადამიანი რომელიც სულის ამოთქმის საშუალებას მისცემს. და არ ეტყვის რომ რატო ხარ ცუდად, კაცო ანგელოზი შვი, მაგრამ მე მაგას არ მეუბნებოდა, იმიტომ რომ მე ქმარს გაშორებული ვიყავი და ეს არ ითვლებოდა ნორმალურ ამბად. ორსულობაში რო ქმარს გაშორდები და ბავშვს გააჩინე, ანუ ეს იყო შენი ამბავი სხვა ნანატრი შვილი გაჩნდა 4 წლის შემდეგ ჯანმრთელი ბავშვი და შენ ცხვირპირი ჩამოგტირეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიღაცა გამოჩნდეს ამ დროს და უთხრას დედას რომ ნორმალურია შენ რო ასე ხარ. ძალიან მაინტერესებს ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ჩნდება, რა სარგებლობა მოაქვს მამას. ხაცა ზოგადად რომ ძალიან მეხმარება და მეგობარმა მომცა შენ რომ ნუ ამბობ რომ გეხმარება, ეგ სიტყვა უკვე პრობლემურია. კი არ გეხმარება ერთად ძბით შვილებს. ანუ აქ რომ მივხვდი ამ გეხმარებაზე, აი სადღაც ჩამჯდარმა სტერეოტიპმა იყვირა. ჩვენთვის ეგეც ანუ რო გეხმარება ეგეც უკვე კარგია. ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ დროს პირველ რიგში ემოციური ხარდაჭერა დედის და განაწილება უძილო ღამეების სუმცირე ვერ ჩაგანაცვლებს ბუნებრივად ბევრ რამეში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და გაგება ამ მდგომარეობის
აშიც არის ხალი, ხა ჩვენ შემთხვევაში გიორგი მეზღვაურია და პირველი შვილის პირველი თვეების გადატანა მომიხდა მარტომ და მერე უკვე იყო ძალიან კარგი გამოცდილება მეორე შვილზე. როცა იყო აქ. და იმ ხელა შვება, თუნდაც აი ღამით წამოტირების დროს, რომ ვიღაცა შეიძლება ადგეს და დაამშვიდოს, გადაიწვინოს, ან ხელოვნებაზე იყო მართა, ან მოამზადოს ეს წყალი აადუღოს და ასე შემდეგ. Ad ემოციური მხარდაჭერა პირველ რიგში, სხვა არ ვიცი კიდევ. ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაც პამპერსებს დიდად არ ცვლი და სამწუხაროდ მაგაში ვერ დავატრენინგდეთ ბოლომდე. Როგორი რეალობა დადგა, რომ ყოველთვის ესე იყო, რომ აი მეზღვაურის ცოლობა იყო გამოწვევა და ნახევარი საქართველო არის ემიგრაციაში, ასე რომ აღარ არის უკვე რომ რაღაცა განსხვავებული არის ეს მეზღვაურის ცოლი, იმიტომ რომ მართლა აგერ ჩვენ სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, აგერ ერთი მეზღვაურის ცოლი ყავს, ერთი აუცილებლად ემიგრანტის. კაცების უმრავლესობას მე მგონია, რომ ქალები ბავშვობიდან ოცნებობენ ბავშვის ფეკალიების წმენდაზე და პამპერსების ცვლაზე. ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს მიიჩნევა, რომ აუცილებლად არის ქალის ვალდებულება და ეხლა ჩემს ქმარს პირველ ბავშვზე პამპერსის გამოცვლილობას რო ვუხსენები, რომ შეურაცხყოფილი თოვლის სახით შემომხედავდა ხოლმე და აი ტყუპერთან დაკავშირებით მე უკვე ფიზიკურად თუ დამხმარე არ ყავს ვერაფერ გაართმევ თავს ტყუპერზე უკვე რომ მეხმარებოდა და რამდენჯერმე პამპერსის გამოუცვალა და ბავშვი ჩაბანა აღმოჩნდა რომ თურმე ის ბავშვის ფეკალიები არ იყბინება და შეიძლება რა ვიცი მოაწესრიგო ბავშვი ისე არ იყბინება მაგრამ ყავს არ იყბინება მაგრამ ცუდი ზონია იცი რა არის ბუბი რო დაიბადა ეხლა მართლა გულახდილი არ ვიქნები ესე უსამართლო ბუბი რო დაიბადა ისეთი ნანატრი იყო ნანატრი შვილი იყო ლევანისთვის რომ ჩვეულებრივად სახლში იყო სულ აღარ დადიოდა სამსახურში დიდი ხალისით იყო ჩართული მათ შორის ბანაობაც ჭამაც ყველაფერი ნელ-ნელა ეს ხალისი კრებოდა, ანუ ბუბის კვება რო იცვლებოდა, მოგეხსენებათ უფრო და უფრო რთულია პამპერსთან ჭიდაობა გამკლავება და მახსოვს პირველი კვება რო მიიღო რაღაც ხორციანი მაშინ ვიგრძნით და მაგის მერე ლევანი ჩაეხსნა ამ ნუ ალბათ არიან ოჯახები სადაც და მე ვიცი ასეთი ოჯახები სადაც თლიანად გადანაწილებული არის ეს როლები მაგრამ აი მე მგონია რომ თავს მოვიტყუებთ თუ ვიტყვით ახლა რომ აი ხო რაღაცა ერთნაირად არის ეს როლები გადანაწილებული არ არის ასაგზეა დამოკიდებული ჩემი აზრით რაღაც დოზით კაცის დახმარება ანუ ის ქართველი კაცები ვინც ამ საშინელ პატრიარქალურ სტერეოტიპს დაეხსნენ რომ ბავშვი მთლიანად დედაზე არის მიჯაჭვული იმათ შემთხვევაშიც არის ასაგზე დამოკიდებული ჩემი ქმარი იყო 30 წლის როცა პირველი ბავშვი გაგვიჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა, სულ ეთამაშებოდა, ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ აი არ მიჩერდება და რა ვქნა, ვერ ვიჭერ, არ ჩერდება. რადიკალურად განსხვავებული იყო უკვე მისი ჩართულობა მეორე ბავშვის, როცა უკვე 35 წლის იყო მეორე ბავშვის აღზრდაში. ღამე მაგალითად გებოდა ჩემთან ერთად, ზოგჯერ მეუბნებოდა რომ შენ იწექი და ხელით გავიყო, ან გამოვიყო. მეუხედავად იმისა, რომ მუშაობდა და დილით მიდიოდა მერე სამსახურში ადრე, დაატარებდა ხოლმე ღამე მართას. და ძიძა ძიძაში თუ გაგიმართლა ესე იგი ქმარში არ გამართლება ქმარი უნდა დაიკვიდო ჩემ შემთხვევაში პირველ ბავშვთან დაკავშირებით გამიმართლა საოცრად და ერთი ადამიანი იყო ჩვენთან 5-6 წელი და სადაა ეს ქალი დამანებეთ თავის ჩემი ტრაგედია ტყუპებთან დაკავშირებით დამემართა სრული საოცრება იმიტომ რომ გამოვიცვალე დაახლოებით 16 ძიძა მეტი და ჩემზე უარის ისტორია გაქვს მე მგონი შენ ბუბის ძიძა ჩემი ოჯახის წევრია და ახლაც არის ოღონდ მაიას თავისი პირადი რაღაც ამბების გამო მოუწია წასვლა ჩვენგან ანუ ვერ გაგრძელებდა ფიზიკურად აი მე დაიწყო საოცრება გამოვიცვალე ძალიან ბევრი ძიძა, მყავდა ძიძა, რომელსაც ლიფტის შიში აქვს და მაგალითად დაავიწყდა ჩემთვის ეთქვა, რომ ეზოში ვერ გაიყვანს ბავშვს. მყოლია ძიძა, რომელსაც აცრის შიში აქვს და შუა პანდემიის დროს დაავიწყდა ჩემთვის ეთქვა, რომ საშინელი ანტივაქსერია და ნუ გარდა ამისა ცოტა ბავშვების მოვლაც არ უნდა და ურჩევნია სახლი დაალაგოს.
მყოლია ძიძა, რომელიც თხოვდა, რომ არ უნდა მაგალითად სახლში იკვებოს და ამიტომ ჭირდება რაღაც დამატებითი თანხა, რომ გარეთ რაღაც კაფეში ჭამოს, ესეთი ძიძაც ყოლია. ყოლია ძიძა, რომელიც მე მითხრა, რომ ბიჭები არ უყვარს და მარტო გოგოებთან იქნება. ანუ ხო და ყოლია ძიძა, რომელიც ყველა რელიგიურ დასვენებაზე ისვენებდა და ამას თხოვდა და რაღაც გვაქვს ბევრი ხო რაღაც წმინდა ტრიმიფუნტერის მაგალითად დღესასწაული, სადაც უნდა დავწვათ დაისვენოს. ბოლოს რა მოხდა? ბოლოს ჩემი მაია დაბრუნდა ისევ, რომელიც ჩემთან არის. ჩემი აზრით მართლაც ანაზღაურება ძიძების არის ძალიან დაბალი, მაგრამ ჩვენი ანაზღაურების ნახევარს ვაძლევთ ძიძას. ამაშია საქმე, რომ ჩვენც არა გვაქვს კარგი ანაზღაურება, თორემ მე მაგალითად მგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი და ამაზე საპასუხისგებლო და ამაზე ჯერთი შენ შულს რო უვლის კარგად ადამიანი, ამაზე დიდი მადლიერება ჩემგან არ ვიცი რა შეიძლება იყოს, აი არაფერი არ დაგვენანებოდა არავის. რო იწყებ ამას, რომ რაღაცა ბავშვი თანაშოს მონტესორის მეთოდით და ჩამოწერილი რომ დასვენების საათი, მოტორული უნარების განვითარების საათი, არა ეკრან დამოკიდებული, არა აი ეს სია რო გაქვს და კოვიდის პერიოდში მივხვდი, რომ ამ ჩემი კრიტერიუმებიდან დამშვა მარტო რომ აიცრას. აი მეტი არაფერი არ მინდოდა. გამართული მეტყველება და წაუკითხოს ბევრი წიგნი და ასე ირნოს ამდენი ხანი და შემდეგ და ბოლოს უკვე ბოლო ძიძებს ვეუბნებოდი, რომ ბავშვები გიყვარდეთ და ცოცხლები დამახვედრეთ. მეტი არაფერი არ მინდა. ყოლი მოძალადა ძიძაც. მართლა ბავშვზე? კი. დედა ჩემო მითხრა. დედა ჩემო დაინახა, როგორ აუწია ყური. ეს რაც და ბუბის, ეს რაც დავინახეთ და რაც არ დავინახეთ, ეს დანარჩენი უკვე ჩემი წარმოდგენები არის, რა შეიძლება და ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დავემშვიდობე. ჩემთვის პრობლემა არის ხოლმე საზოგადოების წნეხი. ხო გაგიგიათ ალბათ, რომ გკითხავენ ეს ბებია, არა ძიძაა, რო ეთქვი და დასასვენებლად ბაკურიანში რომ მიყავდა ხოლმე მთელი ზაფხული ყავს ხოლმე ბავშვები. უთქვამთ იქ ვიღაცებს, ესე გაცნობილ მშობლებს, რომ იცით რა არის, აი მე იმიტომ არ ვმუშაობ, რომ ბავშვები დედამ უნდა გაზარდოს. ანუ ამით მიგანიშნებს, რომ შენ ცუდი დედა ხარ. აი მან მინდა მივიდე და შენთვის მინდოდა ზუსტად მეკითხა, რომ შენ ხარ გამომძიებელი ჟურნალისტი. საზოგადოება გაიძულებს, რომ სინდისის ქენჯნა გქონდეს მუდმივად. და აი როგორ უმკლავდები ამას? იმიტომ ჩემს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალიან მეშლებოდა თავიდან ნერვები. ჟურნალისტად აღმუშავებ იმის გამო, რომ ვერთობი. მე მაგალითად შეიძლება ფიზიკურად ჩემს შვილებთან არ ვარ ისე დიდხანს, როგორც ბევრი უმუშევარი დედა, მაგრამ ჩვენ შორის არის ძალიან დიდი სულიერი კავშირი და ამასთანავე ჩემმა თინეიჯერმა შვილმა ხუმრობით ბრო ასე მომმართა. იმდენად ახლოს ვართ ჩვენ. იგივეს არაფრით არ იტყვიან მამაზე, რომ რაღაც მამის ყურადღება რო აკლია ბავშვი იმის გამო, რომ მამა მუშაობს. არავითარ შემთხვევაში ამაში არ იტყვიან. არ არსებობს და არ დაადანაშაულებს. არ არსებობს რო ეგ თქვან. მამა თუ რაღაცნაირად კრავს პამპერს, მამამ თუ რაღაცა არ იცის, მამა თუ დაუბნეულია, ეს არის იუმორის და სიცილის საფუძველი. აი დედამ თუ იგივე, ანუ დედას ეს დედა რომელიც აი პამპერს ვერ კრავს და დედას ავტობუსში ბავშვი დაავიწყდა, აი წარმოიდგინეთ რას უსამენ, ჩადებენ მიწაში. აწუხებს დანაშაულის შეგრძნება, თუ მაგალითად აი გადაღლილობის თუ და სტრესის თუ რაღაცეების გამო მაგალითად ბავშვს არ მოექცნენ სათანადოდ ხმას აუწიეს, რაღაცა ეჩხუბნენ და ასე შემდეგ და ეწყებათ მერე თვითგვემა. დაღლილი დედა თუ ცუდი დედა? დაღლილი დედა ცუდი დედაა. კი. დედა არ უნდა იღლებოდეს ის ქარი, სასამართლო არ უნდა არსებობდეს. როცა ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ის სიკვდილით უნდა ვისწავლოთ საკუთარი სივრცის, საკუთარი უბავშვო ტერიტორიის პატივისცემა. შენ თუ გინდა მართლა დაღლილი დედა არ იყო, საკუთარ დროს, საკუთარ თავისუფლებას პატივი უნდა სცე. მე მაგალითად სამსახურშიც კი ვისვენებ. ისეთი დამღლელი არის ხანდახან ნინიას და ბუბის დევნა, რომ სამსახურში ვატყობ, რომ კი არ მუშაობ, ვისვენებ. თამთან რომ ამბობდა, რომ აი რაღაც მომენტში ხმას რომ უწევ, მქონდა ეგ ეტაპი, რომ მივხვდი, რომ ეხლა ეს ჩემი ხმის ტონი უკვე რაღაც საბარაუდო დასაშვებ ზღვარს ხდება და
წავედი ფსიქოთერაპიაზე, ეგეთი სწორი გადაწყვეტილება არ მიმიღია. და მართლა წავედი, როგორი განწყობით იცი, რაღაც ანეკდოტი რო არის, ქალს პირველი ეგუთხარი ფსიქოთერაპევტს, რომ სამი შვილის დედა ვარ და მოვედი, რომ უბრალოდ დავჯდე არავინ მოსაყოლებად. აი ამ ტახტზე დავწვევი თუ შეიძლება. ერთი საათი ასე ვიქნები. მივხვდი რომ გადაწვა არის. ძალიან დამეხმარა მაშინ. აქ ყველაფრის ნუჯერ აღიარება, მე ცალკე თემაა რომ ძვირია ეგ სერვისი და არ გაქვს მაგის ფუფუნება რომ იარო, მაგრამ ნუ თუ გაქვთ არის მენტალური ჰიგიენა, ტვინს საოცრება. ასუფთავები და არის საოცრება. თამთას ვახსენებ ხოლმე, სულ მოვიდა ერთხელ და ვარ როგორ დღეში იცი, აი პატარა არ ვიცი თვეების ლაქტაცია, შუათანას ცოტა იჭვიანობის ამბები, უფროს თავისი პრობლემები და აი ვარ გადაშლილი. და აი ღმერთო მეთქე როდის შევავრო შხაპი მივიღო თუ რაღაცას ვამბობ და თამთამ მე რომ მოდი ხამ ბავშვებს მე მოვუვლი და შენ შედი და იბადა ხალხო ვინმე რომ მკითხოს რა უჩუქებიათ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის ნახევარი საათი როცა მშვიდად მივიღე შხაპი რომელიც მაჩუქა მეგობარმა ეგრე გამოვიდა აი იგი იყო ისეთ ბედნიერება რომ ვიღაცა კარზე არ გიკაკუნებს დედა გამოვიდა ის ნახევარი საათი ასე რომ მე მგონი ამ დროს განსაკუთრებით პირველ წელს როცა ჩვილია ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს ვინმე აჩუქოს საკუთარი დრო აი რაღაცაში შეეხიდოს არ ვიცი ჭურჭელიც რო გაურეცხოს სახში მისულს ეგეც კი ზოგჯერ შეიძლება პატარა ჟესტიც იმხელაშვება იყოს იმხელა დახმარება რაც ნებისმიერ რაღაც მატერიალურ და ისეთ საჩუქარს ზოგჯერ აჯობებს მანამდეც ვახსენე რომ პირველი ბავშვის მერე მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია ოღონდ მაშინ ვერ ვხვდები მახსოვს რომ რაღაც პერიოდი ვფიქრობთ რომ ნეტა მქონდეს რაღაც საოპერაციო ან რამე დაავადება აღმოჩნდეს ის ავადმყოფოში მაინც დავისვენო არის უამრავი ქალი საქართველოში რომლებსაც რო შევხედავთ ჩვენი ასაკის არიან მაგრამ მგონია რომ ჩვენზე 10-15 წლის დიდები არიან და ამ ქალების მდგომარეობა არის ძალიან გულთან ახლოს მიგვაქვს ჩვენ და არავინ არ მინდა იფიქროს როცა ამ ბლოგს ნახავს რომ ჩვენ ამ ქალების ხმა ასე ვთქვათ არ გვესმის და ტკივილი ბოლო 15 წელი ესე ასე ვთქვათ გართობა ჩემი არის აი ვთქვათ სემინარები ჩემ პროფესიაში სხვადასხვა რაღაცების კეთება გართობა რა არის უკვე დამავიწყდა და პირდაპირ მნიშვნელობით მაგრამ მე მოვიფიქრე ჩემი და ჩემი შვილების საერთო გართობა და საერთო დასვენება ხდება ამით ეს არის პერიოდულად შთაბეჭდილებების დაგროვება ერთობლივად ფილმების ყურება სწორად კარგად შერჩეული ფილმები გიბლის ანიმეები არის ხალხო ამისთვის გენიალური რაღაცა შენი ბლოგერობა არის ძალიან კარგი ძალიან ველოდები ხოლმე შენს იმას რა ქვია ახალ ეპიზოდებს და ვგრძნობ რომ დამოუკიდებელი გავხდები მალე ეს პატარა გოგო მინდა რომ შევჭამო ხოლმე სუპს რო ჭამს აკეთებს გიშდები და ეხა შენიშნაც უნდა მოგცე რაღაც მომენტში ხანდახან აი ჟურნალისტი გაიჩიტება ხოლმე აი რაღაც stand-ups წერს რა და მე მერჩევნია რომ მომიყვარ მაინც ერთი არის მთავარი პერსონაჟი და ეს არის თეკლა აი რო იბადები ამ ლიდერობის მუჩით აი ეგ არის რაღაცა პატარა პეპი მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებ არა მეინსტრიმულია და ბევრში გამოიწვევს ეს აგრესიას დარწმუნებული ვარ ამის მერეც ვიღაცები გაკრიტიკებენ მაგრამ უნდა ისწავლოს საზოგადოებამ განსხვავებული აზრების მიღება ვინ არის შენი პროდიუსერი ესეც ჩემი პროდიუსერი იდეა არის რაღაც კი და მგონია რომ ეს აკლდა ყოველ შემთხვევაში მე მაკლდა ასეთი ტიპის კონტენტის მუსმენა ისეთი თემებია რაზეც ბევრი ხალი ფიქრობს და ვერ ამბობს ხმამაღლა ან რაღაც შიშით რომ ამას რაღაც და არ ყოფს და მგონია რომ ბევრი ხალი საკმაოდ ამბობს და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან მომწონს ეს მსუბუქი იუმორი ყველაფერთან ერთად ამ ბლოგის ძიმე თემებია, ეხლა დღესაც რამდენ რთულ თემაზე ვისაუბრეთ და ზოგჯერ აი ამ ფორმით მოწოდებულიც ძალიან კაია რაღაცა ლეგიტიმაციას აძლევს იმ ხალხებს, ვინც ეჭვებშია ბევრი სტრესის გამო, დედობის სირთულეების გამო, ვინც ფიქრობს, რომ ეს რაღაცა არანორმალურია და უბრალოდ თვითონ ეუბნება, რომ კი, ბევრნი ვართ ასე მარტო არ ხარ. ყველანი ვიღლებით, ყველას გვაქვს ბედნიერების სასოწარკვეთის მომენტები ერთდროულად. დედობის დროს ასე რომ ბევრი გამომწერი, ბევრი ნახვა მოვა თავისთავად.